შენმა გარდაცვლილმა ბებიამ Facebook-ზე შენი ფოტო დაალაიქა. მეტამ დააპატენტა AI, რომელიც შენს მაგივრად პოსტავს მის შემდეგ, რაც შენ გარდაიცვალე. მეტას ტექნოლოგიურმა დირექტორმა ენდრუ ბოსვორდმა პატენტი 2023 წელს შეიტანა, ხოლო ASH-ის საპატენტო ოფისმა ის 2025 წელს დაამტკიცა. AI ვარჯიშობს ყველა პოსტზე, კომენტარზე თუ ლაიქზე, რომელიც შენ ოდესმე გაგიკეთებია. ის პასუხობს შენს შეტყობინებაზე და შეუძლია ვიდეოზარების სიმულაციაც კი. Microsoft-მა იგივე იდეა 2021 წელს დააპატენტა. მათმა გუნდმა ამ პროექტს ზედმეტად საზარელი უწოდა და პროექტი დახურეს. ბირმინგემის პროფესორმა ედინა ჰარბინია Business Insider-ს უთხრა, რომ ეს ნიშნავს მეტ ჩართულობას, მეტ კონტენტს და მეტ მონაცემებს არსებული და მომავალი AI-ისთვის. მეტამ Business Insider-ს უთხრა, რომ ტექნოლოგიის შექმნის გეგმები არ აქვს, ხოლო მათმა ტექნოლოგიურმა დირექტორმა 2 წელი დახარჯა ამ პატენტის გასატანად ამერიკის საპატენტო ოფისში. ანალიტიკოსები ციფრული უკრავების ბაზარს მომდევნო 10 წლებში 80 მილიარდ დოლარად აფასებენ. Facebook-ზე ყოველი გარდაცვლილი მომხმარებელი ხდება პროდუქტი, რომელიც კონტენტის გენერირებას არასოდეს წყვეტს.